ახლა ბატონმა ალიკომ ისაუბრა რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ეს იყო და ეს, ხოლო რაც შეეხება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, ჩვენ ბუნებრივია მის პოზიციის შესახებ არაფერი არ ვიცით, ქალბატონი სალომე ბუნებრივია თვითონ გააკეთებს განცხადებას, შემიძლია ეს გითხრათ და სხვა მეტი ამასთან დაკავშირებით სიცხადის შეტანა სამწუხაროდ მე არ შემიძლია და ბუნებრივია. რახან საუბარია რომ თქვენი გეგმა იყო რომ ის ყოფილიყო არჩევნებში მონაწილე პარტიების კანდიდატი თბილისში თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს ამაზე მაინც თუ გქონდათ მასთან, მას შემდეგ რაც კაფიოდ თქვით რომ არჩევნებში მიდიხართ კომუნიკაცია. არა, ქალბატონ სალომესთან ჩვენ საუბარი ჩემი ინფორმაციით არ ყოფილა, ქალბატონი სალომე თვითონ გააკეთებს ბუნებრივია განცხადებას იმის საკითხთან დაკავშირებით, რაც საკითხთან დაკავშირებით და თვითონაც ჩათვლის საჭიროდ, ხო? ამის იქით მე სამწუხაროდ მეტი ინფორმაცია არ მაქვს და მეტი ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივია თბილისთან დაკავშირებით იყო საუბარი და ზოგადად ბრძოლასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ არგუმენტებს ხო ბუნებრივია გუშინ გამოქვეყნებული კვლევაც ამყარებს და მკაფიოდ ამ შემთხვევაში გამოხატავს, ბატონ იაგო კაჭკაჭმა ცალსახად და გადაჭრით თქვა, მე მგონი და თქვენც იცით ამის შესახებ, რომ ძალიან დიდი შანსი არსებობს რუსული ხელისუფლების თბილისში დამარცხების. ძალიან დიდი შანსი არსებობს, რომ რუსული ხელისუფლება თბილისში მწარედ დამარცხეს ერთობის შემთხვევაში, ხო? ახლა ბუნებრივია უნდა დავსვათ კითხვა და ისთვის კითხვა. რატომ უნდა დაუთმოთ თბილისი და რატომ ფიქრობს სხვები ბუნებრივია და თვითონ გასცემენ ამას პასუხს ახლა ჩვენ სამიზნე გასწორებული გვაქვს, ჩვენი სამიზნე არის რუსული ხელისუფლება, ყველა ბრძოლის ველზე სადაც შესაძლებელია ბრძოლა, ჩვენ შევდივართ და კაპიტულაციას არ ვაცხადებთ და ყველგან შევდივართ ბრძოლის ველზე და უნდა დავსვათ ხო ბუნებრივია კითხვა, რატომ ვართმევ ლანგარზე თბილის რუსულ ხელისუფლებას და უბრძოლველად რატომ? კი ბატონო, ლევან, კვლევა. ბრძოლის შესაძლებლობა იქ უნდა ვიბრძოლოთ. კი ბატონო, კითხავთ ბუნებრივია, იაგო კაჭკაჭიშვილი ცოტა ხნის წინ IPN-ზე ვრცელდება პალიტრის ეთერიდან, ხელისუფლებას ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს თბილისში, სადაც ამომრჩეველთა მხარდაჭერა მათ მიმართ დაახლოებით 25% შეადგენს, რაც ოპოზიციას აძლევდა შანსს აი ასეთი ფორმულირებით ამბობს თბილისი მოეყო. ანუ ეს მოხდებოდა გაერთიანების სრული მონაწილეობის შემთხვევაში. ახლა როდესაც ნაწილობრივი მონაწილეობა, ეს შანსი არის თუ აღარ არის, როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ ის საუბრობდა აძლევდა შანსს, სხვა კონფიგურაციის შემთხვევაში იქნებოდა ეს შანსი ალბათ. დიახ, კარგი შეკითხვა და ზუსტად ამასთან დაკავშირებით ლაპარაკობს ერთიანობის შემთხვევაში ჩვენ ხორაზე ვსაუბრობთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ბრძოლის ყველა შესაძლებლობის გამოყენებასთან რაც კანონითა და კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ხო? როდესაც საუბარია და მე ვენდობი ბუნებრივია ბატონ იაგოს და მკვლევარის ჩატარებული კვლევის ავტორის აზრს, ხო? რაც თქვა და ზუსტად ეგ ამ ინფორმაციას გავეცანიმეს, ერთობის შემთხვევაში, რასაც ლელოძლიერი საქართველოს ამბობს და იძახის, რა ვიცი, რამდენი ხანია ყველამ კარგად იცით, ხო, ამასთან დაკავშირებით. როდესაც საუბარია რომ ერთობის შემთხვევაში რომ თბილისის თითქმის შეიძლება ითქვას გარანტირებულად მოგება შეიძლება რატომ ვუთმობ და რატომ უნდა დავუთმოთ რუსულ ხელისუფლებას თბილისი ერთობის შემთხვევაში ახლა თქვენი კითხვის მეორე ნაწილი რატომ ვერ მოახერხეთ მაშინ დარწმუნება პარტნიორების ან ყველას ერთად მისვლა ამ გადაწყვეტილებამ ჩვენ მაქსიმუმი დავასრულებ თქვენ თქვით რომ თუ ლელოძლიერი საქართველოს და სხვა პარტიები, ანუ ერთიანობა, აბსოლუტური ერთიანობა არ იქნება, მაშინ რა გამოდისო და გამოდის ის, რომ ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, ის შესაძლებელია გადაწყვეტით დიდი შანსი მცირდებოდეს, მაგრამ შანსი არსებობს. სადაც შანსი არსებობს, სადაც შესაძლებელია, რომ რუსულ ხელისუფლებას გაუმართოთ ბრძოლა, ჩვენ ყველგან გაუმართავ ბრძოლად. ეს იქნება აქციები, ეს იქნება ბრძოლა საარჩევნო ურნებთან, ყველგან უნდა გაუმართო ბრძოლა. თორე ხოლო ჩვენ რო არ დაგვიკლია დიანა არაფერი ერთობისათვის, ჩვენ რო ყველაფერი გავაკეთებთ ერთობისათვის, რა ვიცი, ყველა ხართ ამის მოწმე, მეცაც გეტყვით. მამუკა ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძემ, ლელოძლიერმა საქართველომ გააკეთა განცხადება და შეთავაზება, რომ ჩვენ თანახმა ვიყავით და ჩვენი მოწოდება იყო, რომ ლელოძლიერ საქართველოს არც მერობის კანდიდატესო და არც საკრებულოს წევრობის კანდიდატებს დავაყენებდით. ნომერზეც კი საარჩევნო ნომერზეც იყო. ეს გასაგებია, მაგრამ ის პარტიები საერთოდ არჩევნებში შესვლას არ ეთანხმებოდნენ და რა ნომრით გავიდოდნენ რა მნიშვნელობა. ერთობაზე ვსაუბრობთ. არა, ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, იცით? ერთობაზე ვსაუბრობთ. ერთობისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერს გავიღებთ და მზადა ვართ კიდე ყველაფერი გავიღოთ. იმიტომ და რატომ? და რისთვის? ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ხო, მაგრამ ლევან ეს ჩავლილი მატარებელია რა? დიანა, დავასრულებ.
დავასრულებ დიანა. კიდევ შესაძლებელია დაფიქრება, იმიტომ რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას ბრძოლისა, ყველა კანონიერი და კონსტიტუციური მეთოდით ბრძოლისა რეჟიმის წინააღმდეგ და დავასრულებთ თუ შეიძლება, ხო? ჩვენ ამ შემთხვევაში დიანა რაზე ვსაუბრობთ უყურეთ? ჩვენ საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ჩვენ ეს შეთავაზება გავაკეთეთ, ჩვენთვის ღირებული იყო ბრძოლის ერთიანი პლატფორმა რეჟიმის წინააღმდეგ, ბრძოლის შესაძლებლობა და ბუნებრივია, მე ახსნას ვერ უძებნი, რატომ შეიძლება თქვა უარი ბრძოლაზე, რატომ შეიძლება თქვა უარი თბილისში რუსული ხელისუფლების დამარცხებაზე, რატომ შეიძლება თქვა უარი დიდ ქალაქებში, რა ახსნა გაქვთ თქვენ? თქვენ რა ახსნა გაქვთ? ისინი ამბობენ, რომ ამ სპეცოპერაციაში შესვლით თქვენ ივანიშვილის წისქვილზე ასხამთ წყალს. თქვენ რა სათქმელი გაქვთ მათთვის? იმის გამო, რომ ისინი არ შედიან არჩევნებში და ამბობენ, რომ ეს არის არაღიარების თანმიმდევრული გზა, რაზეც ისინი საუბრობენ. ჩემთვის აუხსნელია ეს ყველაფერი, არაღიარებას რაც შეეხება, არაღიარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ლელოძლიერმა საქართველომ, არაღიარების დროს ჩვენ იცით რომ საპარლამენტო მანდატები დავტოვეთ, ყოველ მაქსიმუმი გავაკეთეთ რომ ის სიყალბე რაც ყოფილიყო ზედაპირზე ყოფილიყო ამოტივტივებული და არაღიარებას რაც შეეხება, ესენი არაღიარებული არიან და ხა მე ერთხელ თქვი და ორჯერ და კიდე გამიმეორდები თქვენ ეთერში დიანა, მიცვალებულის გაცოცხლება შეუძლებელია. ესენი არაღიარებული არიან და ამ არაღიარების უკან დაბრუნება და რაიმეთი რეაბილიტირება ამათ მიცვალებულები ნიშნავენ, თქვენი ტერმინით მიცვალებულები ნიშნავენ არჩევნებს, ისინი აკონტროლებენ საარჩევნო ისე ვთქვათ სისტემას და ასე შემდეგ, ანუ დიანა, კარგი კითხვა. ახალ საპარლამენტო არჩევნებს როცა ვითხოვ და ლელოძლიერი საქართველოს მთავარი მოთხოვნა რაც არის, ახლა ვინმეს არ ეგონოს და ამაში ვერც ვერავინ ვერ შემოგადაბება, უმთავრესი მოთხოვნა რაც არის და ძირითადი მოთხოვნა ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური ტყვეების თავისუფლება. მივესალმებ იმ პოლიტიკურ ტყვეებს, რომელიც გლდანის საპრობილეში არიან და რომლის რუსთავის საპრობილეში არიან. ახლა მინდა დავსვა კითხვა. როდესაც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ვითხოვთ, ამის სამართლიანი და კონსტიტუციური მოთხოვნა გვაქვს, ხო? ვინ უნდა დანიშნოს და როგორ უნდა მოხდეს ამის ფორმირება და დანიშვნა, ხო? ჩვენ ხო ვითხოვთ ამას და უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა, ხო? უნდა ვიყოთ ბუნებრივია შეუვალები, თავიდან ბოლომდე ყველა ბრძოლის ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ. აი ამაზეა ჩვენი ლელოძლიერი საქართველოს თავარი აქცენტი, ჩვენ სამიზნე გასწორებული გვაქვს. კი, ლევან, მაგრამ ხო ხვდებით, ანუ ოცნებასთან კონკურენცია და პლუს ოპოზიციურ ფლანგზე რა ტიპის ნიაღვარი წამოვიდა. ერთ თემაზე მინდა აუცილებლად თქვენი კომენტარი მოვისმინო. ლევან, უკაცრავად, აუცილებლად კითხავ და დაგასრულებინებ. იყო შემოთავაზება, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ თვალს დავხუჭავდით, რბილად გავაკრიტიკებდით ლელოს და რომ ნაციონალური მოძრაობა ვაჭრობაში არ შედის, საუბარი მყისიერად მორჩა, როგორც კი გაიგეს ჩვენი პოზიცია. ანუ თითქოს ფულს თავაზობდით, რომ მათ რბილად გაეკრიტიკებინათ ლელო. ეს ისეთი ტიპის ბრალდებაა, რომელიც სახელისუფლებო მედიამ აიტაცა, ეს შავი ფული ტრიალებს ოპოზიციაში და ასე შემდეგ, ამას ჭირდება აუცილებლად პასუხი, თუ გაქვთ ეს პასუხი და უპასუხეთ ბატონ ბარამიძეს. და არა მხოლოდ ბარამიძე, ანიწიფლიძეც იყო ამ თემაში ჩართული. პირველ რიგში გეთანხმები, რომ ეს არის წყლის ჭავლის მიშვება პირდაპირ გეუბნებით რუსული რეჟიმის წისქვილზე, გამოგონილი და საერთოდ აბსურდული ბრალდება, ამასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება საერთოდ სერიოზულად ვილაპარაკოთ, ეს არის სრული აბსურდი. ამ განცხადების ავტორებიდან მალე შეიძლება არც გაგვიკვირდეს, რომ რა ვიცი, მთვარეზე გასეირნებას თავაზობდით და იქ რაღაც ექსკურსიის მოწყობას. შემდგომ ეს შეიძლება დაგვაბრალონ. სერიოზულად როგორ შეიძლება დიან ამაზე საუბარი, როგორ შეიძლება ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ, არ ვიცი, მეუხერხულება მათ ნაცვლად, როდესაც ამ ესეთ რაღაცებს ვისმენ, მაგრამ ჩვენ თქვით და ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციის ოპოზიციურობას, ჩვენი თავარი მიზანი არის. ლევან, ხო, მაგრამ ეს იმ ტიპის კი, მაგრამ ეს იმ ტიპის ბრალდებაა, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს. თუ ვინმეს დიანა, თუ ვინმეს სურს რომ იყოს ლელოს ოპოზიცია, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ჩვენი თავარი მიზანი არის. თუ არა კომუნიკაცია ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ აი რბილად ეკრიტიკებინეთ. აბსურდულია ეს ყველაფერი და სერიოზულად
დიან აბსურდულია ეს ყველაფერი, აბსურდი. ახლა რა თქვენ მეუბნებით რომ პასუხი გაეცითოთ, ახლა აბსურდზე პასუხი როგორ უნდა გავცე? ეს აბსურდი ფართოდ ტირაჟირებულია ლევან, ამიტომ ხო გასაგებია და მე უნდა მიხვდნენ, ნუ ახლა თუ ვის დისკუსიას ხამენ ამ აბსურდით და გამოგონილი რაღაცეებით ის ლელოს დაზიანება გინდოდეთ ხალხმო და რუსული რეჟიმის დისკუსიას ხამდეთ წყალს, ეს არ არის კარგი ქვეყნის საერთო ინტერესებისათვის. ჩვენ გვამოძრავებს ქვეყნის საერთო ინტერესი, ქვეყნის ინტერესი და ჩვენთვის ყველაზე მაღლა დგას საქართველო და საქართველოს ეროვნული ინტერესები. ჩვენი პარტიის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ამიტომ არიან პოლიტიკურ ტყვეობაში, ამიტომ არიან ისინი გამოკეტილები საპყრობილეში, მე მათთან ბუნებრივია მაქვს კავშირი, ისინი არიან მხნედ, ისინი არიან დარწმუნებული, რომ ჩვენი გზა არის სწორი და ჩვენ აუცილებლად მივალთ ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე. ეს არის მთავარი ამ შემთხვევაში, ხოლო დანარჩენმა უკვე ახლა ნუ არ ვიცი. ანუ ამ ტიპის განცხადებებზე ლევან პასუხისგაცემას ლელო არ გეგმავს? რა პასუხი უნდა გავცეთ დიანა? მე მოკლედ გავეცი პასუხი. მეტი რა პასუხი უნდა გავცეთ? მე გითხარით მოკლედ გავეცი პასუხი. არ ვიცი, უჩივლოდ ცილისწამებისთვის ან პოლიტიკური არ ვიცი. გავაკეთო, კარგით ახლა, კარგით, ხო, არა, ნუ ახლა სერიოზულად, ახლა მეგონი მაგას არ მეკითხები და სრული აბსურდია დიანა. გავეცი ამაზე პასუხი, მეტი რა პასუხი უნდა გავცე? ნუ არ ვიცი ახლა, არ ურჩევდი არავის ქოცურ პროპაგანდასთან გაჯიბრებას და გატოლებას. არავის არ ურჩევდი, ეს არ არის სწორი, ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ყველასი. ლევან, ამოცანაში სამიზნე უნდა იყოს რუსული რეჟიმი. ამოცანაში რომ ხელისუფლება სადმე დაამარცხოთ და ეს სადმე თქვენი ეს ვთქვათ დაკვირვებით შეიძლება იყოს თბილისი, ამ ამოცანას საერთოდ როგორ ხედავთ იმ კითხვას ვუბრუნდები ისევ იმ პირობებში, როდესაც არის ძლიერი სამიზნე ხელისუფლების სახით, მესმის რომ კვლევა ამას ამბობს თბილისში და არჩევნებმაც აჩვენა რომ 43% ჰქონდა 24 წლის არჩევნებს გულისხმობ ოცნებას თბილისში და ოპოზიციას ჰქონდა მეტი თუ ეს ვთქვათ პროცენტულადაც ხმებითაც ბუნებრივია, მაგრამ ეს ამოცანის აწევა როგორ წარმოგიდგენიათ იმ რამდენიმე პარტიის მონაწილეობით, რომლებიც აპირებთ არჩევნებში შესვლას. ეს ამოცანა იქნებოდა მიღწევადი ეს ვთქვათ სრული მონაწილეობის შემთხვევაში და თან ახლა როდესაც ოცნებასთან ოპონირებას ემატება კიდევ გავიმეორებ ამ ტიპის ბრალდებები და მოღალატის ძახილი არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის მხრიდან თქვენ ნახეთ რომ იქ აქტივისტები, პროტესტში ჩართული ადამიანები, პატიმრის ოჯახის წევრები. დიანა, პირველ რიგში გავცემთ თქვენი კითხვის პირველ ნაწილს ბუნებრივია პასუხი და შემდგომ მეორეს არ მინდა რამე დამავიწყდეს და შემახსენეთ თუ რამე კითხვა იყო და ვერ გავეცი პასუხი, იმიტომ რომ სრულად მინდა ყველაფერს პასუხი გავცემ. პირველ რიგში თქვენ საუბრობთ და სწორად დაცვით აქცენტები, როდესაც საუბარია თითქმის უკვე გარანტირებული ბუნებრივია ამ ქვეყანაში და ცხოვრებაში არაფერი არ არსებობს, მაგრამ უდიდესი ალბათობით ნუ მაქებთ ლევან, თორემ იტყვიან რომ არა, მე რეალობას იმ კითხვას ვსვამ, რაც ბუნებრივად ჩდება ყველას მიმართ, რაც არსებობს, არ ვიცი, რაც ფიქრობ რომ დასასმელია. არც კება მინდა რა თქმა უნდა, არ დაკომპლექსდეთ, დიანა, არ დაკომპლექსდეთ, მე არა, მე არ ვეკუთვნი მაგ შემადგენლობას, რომელიც რაღაც Facebook კომენტარებზე კი ბატონო, კრიტიკაც კარგად შემიძლია, როდესაც თulis საჭირო და უკან არაფერზე ვიხშობთ. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, როდესაც საუბარია, ზუსტად ამაზე თქვენის კითხვა რას დაცით, როდესაც საუბარია, რომ უდიდესი ალბათობით თბილისში გარანტირებული მარცხი აქვს რუსულ რეჟიმს ერთობის შემთხვევაში, ბუნებრივია ამიტომ დავსვი კითხვა, რატომ არ შემოდიან ბრძოლაში? ჩვენ ამას ვთვლით კაპიტულაციას, ბუნებრივია შრელო კაპიტულაციას არ აპირებს, ლელო აპირებს ბოლომდე ბრძოლა და შემდეგი კითხვა იყო, როდესაც ერთობა თუ არ მოხერხდა და არ ხერხდება ამ დღეის მდგომარეობით, როგორც ხედავთ, ხო? რას აპირებთ? ვაპირებთ ბრძოლას. რჩება უფრო ნაკლები შანსი. ამ მცირე და ნაკლები შანსისთვის ბრძოლას ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას. ყველა შესაძლო მეთოდის გამოყენებას ვაპირებთ. ყველაფრის, რაც კანონი და კონსტიტუცია დაშვებული, რომ ვებრძოლოთ რუსულ რეჟიმს. ეს არის ჩვენი მოწოდება. ჩვენ უმოძრაობას
ვამჯობინებთ მოძრაობას და მოქმედებას და ქმედებას. აი ამაზეა საუბარი. დაუსაბუთებელი კრიტიკაზე რასაც თქვენ თუ საუბრობთ, ბუნებრივია დაუსაბუთებელი კრიტიკა. არა, მე არ ვიცი დაუსაბუთებელია თუ დასაბუთებული, მაგრამ იმ ტიპის განცხადებები ისმის, რომ აი მე ვფიქრობ, რომ რაღაც კომენტარს საჭიროებს ლელოს. თქვენ არ გითქვამთ, ბუნებრივია, თქვენ არ გითქვამთ, უბრალოდ მე ვლაპარაკობ დაუსაბუთებელ და უსამართლო კრიტიკაზე თუ საუბრობთ, ბუნებრივია გულსადგენია, მით უმეტეს თუ საუბარი არის აქტივისტებზე და ადამიანებზე, რომლებაც ძალიან დიდი გაიღეს და ბევრს აკეთებენ საქართველოს თავისუფლებისათვის, ჩემი და ჩემი გუნდის ამ შემთხვევაში პატივისცემა მათ. ამ შემთხვევაში მე არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, არც ერთი ქუჩაში სამართლიანი პროტესტის მქონე ადამიანის კრიტიკას, არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ჩვენი გუნდი. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის თავისუფლება, ის ადამიანები, ყველა ვინც ქვეყნის თავისუფლებისათვის ბარამიძის კრიტიკაზე გელაპარაკებით, ლევან. თუ ბარამიძის კრიტიკაზე მელაპარაკებით, მე გითხარით, რომ ეს არის სრული აბსურდი, კიდე გავიმეორებ, სრული აბსურდი და ხვალ შეიძლება დაგვაბრალონ, რომ ლელო ძლიერი საქართველო აპირებდა შეთავაზა ამ ადამიანებს, სხვათა შორის ალბათ იტყვიან, რომ პირველი ქართველები იქნებითო და ამიტომ შემოგთავაზესო მთვარეზე გასეირნება და მთვარეზე ყოფნა. ну რა ვიცი ახლა დაახლოებით ამ ჟანრის რა ვიცი სხვათა შორის ეს აწყობს რუსულ ხელისუფლებას და ამ თქვენ როგორც თქვით რუსული ხელისუფლებამ ეს აიტაცა და ჩვენ არ შეუწყოთ ხელს არ შემთხვევაში არც ერთ შემთხვევაში რუსული ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმას არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენ გვაქვს სამიზნე და ჩვენი სამიზნე არის ყველა კანონი და კონსტიტუციური მეთოდის გამოყენებით ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის და რუსული ხელისუფლება არის ჩვენი სამიზნე ამ ყველა სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით. კი ბატონო, მადლობა ლევან. ბუნებრივია უნდა დაისვას კითხვები, მე ეს კითხვები დავსვი და ვერ ხვდები რატომ ხდება ეს ყველაფერი. შესაძლებელია არ მცურდეს კიდევ სიღრმეებში ჩასვლა და შესვლა, იქიდან გამომდინარე ბევრ რაღაცებს შეიძლება ხვდებოდეთ კიდეს, მაგრამ არ მცურდეს სიღრმეებში ჩასვლა და შესვლა, იმიტომ რომ არ მინდა რომ ფრონტი გაიხსნას ოპოზიციას შორის. თუ ვინმე სურს ეს ფრონტი გახსნილია ლევან. ჩვენ გასაგებია, ჩვენ გვაქვს სამიზნე დიანა და ჩვენი სამიზნე ხელისუფლება. თუ ვინმე სამიზნე არის ლელო და ლელოს ოპოზიციად გახდომას სურთ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ვართ პრინციპული პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის თავისუფლებისათვის ყველაფერს გააკეთებს და დიდი მადლობა.